ერთი ვიდეო უნდა გაჩვენოთ, აი თბილისის ქუჩა, სადაც, ну, რავი, რამოდენიმე ათეული თუ რა ვიცი, რამდენიც არიან, ეს არაბები ერთმანეთში ჩხუბობენ, თან იმდენად არ ერიდებიან არავის, ქუჩა აქვს გადაკეტილი, ხმაურობენ და ну თავს ისე გრძნობენ, გეგონება სახში არიან, აი მოდი ვნახოთ. والله مش خلاص خلقني بنخرج والله نرجع حظ الزعيم قول انا بدري انا كنت طايح على الارض რავი, აი არც ვიცი, რაზე იცი, ამაზე რო რეაქცია არ აქვს ხალხს. ანუ აი ხალხს რომელსაც ამაზე რეაქცია არ აქვს. გვექნება ჩვენ რამის თავი ზოგადად, აი ასეთ საზოგადოებას, რომ მე ეს საფრთხე რო კიდე უფრო გაიზრდება, რაოდენობრივად კიდე უფრო გაიზრდება უცხოელების რაღაცა ოდენობა ქვეყანაში. ამაზე რეაგირება შევძლოთ. როგორი სურათი იცი, ქალაქის ცენტრში ვიღაცა თვრალი არაბები შეიკრიბენ ქუჩაზე, გამთენი ისას, ხალხს რო ძინავს და ღრიალებენ, რაღაცა რაზბორყობენ, რაღაცას არჩევენ, ბლატაობენ, ქუჩა აქვთ გადაკეტილი და ღრიალებენ, გაიგე? ანუ აი ძინავს და ფეხებზე კიდე პრობლემა არ აქვს. არ ითვალისწინებენ საერთოდ ადგილობრივ ხალხს. ხო, ანუ არავინ არ ახარ ახლა გარშემო რო ხარ და ქართველები რო იყვნენ და შენ ფანჯრებთან ღრიალებდნენ ხალხს რო ძინავს, ეგ არის შეურაცხყოფა ახლა ხალხს ძინავს და აღვიძებ და ღრიალებ, ხო? და ქართველებზეა რო ქართველებს ეტყვი რომ რა ხდება, ძინავს ხალხს და რას ღრიალებ და ბავშვებს ძინავთ, ხალხი ეზოა, ქუჩაა და ანუ არაბები უკვე თვლიან რომ აქ იმდენად ცარიელი ადგილია ყველა. ой, ჩვეულებრივ გამოვა, ეს ვიბლატავებ. პრობლემა არ არის ხმის გამცემი, არ არის არავი. და მან რა მიკვირს, იცი? უბრალოდ ის კი არის იმ ქუჩაზე, რატო არავინ არ გამოვიდა, რატო არავინ არ გასცა პასუხი. დაუშვათ ვერ ერევა ის ქუჩა, ყველა წასულია იქ, არავინ არ არის იმ მომენტში, ის არის რაღაცა პატარა ქუჩა, დაუშვათ და მთელი ჯარი ჯგრო დგას ახლა. მართლა ფიზიკურად ვერ მოერევა, ეხლა მაგ პერიმეტრზე სამეზობლო იმდენი იყვნენ ეგ არაბები. მაგრამ ბიჭო, ამას რო უყურებ. და რავი, გადავრთოთ ეხლა რაღაც სერიალზე. ეგ რა ფენომენის ხალხია, მაგას ვერ ამის შანსი. ჩემი აზრით ხალხი იმდენად გარკვეულ კატეგორიაში ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ყველა ამაზე იყოს. უბრალოდ ბევრი. ძალიან ბევრი მიიყვანეს იმ მდგომარეობამდე, ვიღაცა ლიბერალური იდეოლოგიით, ვიღაცას სხვა რაღაცა ინტერესი აქვს, ვიღაცას უხარია, რომ ძალიან ბევრი არაბი რო ჩამოდის, აი ხა ფულს ჩამოიტანენ და ამას გაამდიდრებენ ამ დებილს. ვიღაცა მთავრობის პროპაგანდისტია, ვიღაცა არ ვიცი, რა ვიცი, მოსწონს ეს, რა ვიცი, გიჟია, მაზოხისტია, არ ვიცი. კატეგორია საკმაოდ დიდი მიიყვანეს იმ მდგომარეობამდე, უბრალოდ აი ეროვნული იმუნიტეტი აღარ უმუშავებს. აი უკვე აი სხეულს რეაქცია არ აქვს. უცხო ელემენტი რო არის შემოსული და შენ სივცეს რო იკავებს, არ აქვს რეაქცია. ნუ ეგ ხალხურის მაგას ტოლერანტობას ეძახიან ლიბერალები. ტოლერანტობაა ეს, ტოლერანტობის შედეგია და ტოლერანტობა, რო ვიცოდეთ, ეს არის სამედიცინო ტერმინი. და საკმაოდ ცუდ რაღაცას ნიშნავს. ნიშნავს მდგომარეობას, როდესაც
სხეული უცხო უჯრედებს, გარე უჯრედებს, გარე უცხო ელემენტებს ვეღარ აღიქვავს და არ კლავს, ანუ წინააღმდეგობას არ უწევს იმუნიტეტი და ამის შედეგად ის ანადგურებს ჯანმრთელ ქსოვილებს. ეგ არის ისე ტოლერანტობა სამედიცინო ენით. და ეგ ჭირს ჩვენს ერს სამწუხაროდ. სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არ მოხდებოდა. ეხლა ეს ხალხი რო იქ ღამე ღრიალებს, ესე იგი, ეგ როგორი რაღაცა იცი, ეხლა შენ სომალიში რო ჩახვიდე, ასე ხო არ მოიქცევი? ხო არ მოიქცევი ასე? რატომ? იმიტომ რომ იცი რომ იქ სხვა კულტურაა, შეიძლება ვიღაცას არ მოეწონოს და სომალიში არა, იმ ჩეჩნეთში რო ჩახვიდე, აზერბაიჯანში. აზერბაიჯანი, ნებისმიერ ქვეყანაში, თურქეთში არ მოიქცევიას. ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც იცი, რომ ხალხი შენ იქ გეტყვის, რომ აქ ჩვენი წესებია, კაცო და ისე მოიქეცი, როგორც აქ ჩვენი წესებია დაალაგებული. წინააღმდეგ შემთხვევაში ცუდი რაღაცა მოგივა. შენს ამას გაითვალისწინებ, ხა გიჟი თუ არა ხარ. და ეს ამ ხალხის, რავი, ერთმანეთში იმდენად უკვე როგორ ჩანს, გაბაზრებულია, რომ აქ რაც გინდა ის გააკეთე, არავინ შენ პასუხს არ მოგთხოვს, არც სახელმწიფო, არც პოლიცია, არავინ. რომ რასაც უნდა იმას აკეთებენ. ეგ სხვანაირად ვერ იხსნება, ანუ ეს ხალხი თulis, რომ საქართველოს იმდენად მათია, იმდენად მათ შეუძლიათ აქ მოიქცნენ ისე როგორც ამ კადრებს ხედავთ, სხვანაირად ეგ არ იხსნება. ეგ აი როგორც ჩვენ ჩავდივართ სადღაც, არ ვიცი მე, გერმანიაში და ისევ ქართველები ერთმანეთს ვუხსნით და ვაკვალიანებთ აქ რა შეიძლება საბუთი როგორ უნდა აიღო, როგორ უნდა დაიწყო მუშაობა. როგორც ჩანს ეს ამ ხალხსაც ხო აქვს ერთმანეთში კომუნიკაცია. იმდენად გაბაზრებულია, რომ აქ რაღაც სახელმწიფო არ არსებობს, როგორც ერი არ არსებობს, რომელიც რაღაც ორგანიზებულ წინააღმდეგობას გაგიწევს და არ მოგცემს ასე მოგცევის საშუალებას, რომ ეს ხალხი ბედავს და ხალხო, როგორი რაღაცა იცი? ეს ეხა რაც ვხედავთ, ეს იქნება მონაგონი. თუ ბოლომდე ეს პროცესი ამ მიმართულებით წავიდა, თუ ამ ხელისუფლებამ გააგრძელა იგივე პოლიტიკა, რასაც ატარებს, თუ იგივე საიმიგრაციო მიდგომები დავტოვეთ, თუ იგივე საიმიგრაციო საკანონმდებლო ბაზა დავტოვეთ, თუ გავაგრძელეთ არაბული ქალაქების მშენებლობა, სადაც ცხადი ამათ ჩაასახლებენ, აბა მეტი ვის უშენებენ მაგ ქალაქებს. დამატებითი 100,000 ქართველი არ გაჩნდება თან ფულიანი ქართველი, რომელიც ბინებს იყიდის. ეს იქნება მონაგონი, კაცო, ბევრად უფრო ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდებით და არ ვიცი, რატო ვიმეორებთ, მაგას ვერ ხვდები, როდესაც ჩვეულებრივი ადამიანი ხარ, აი დავუშვათ, არა ხარ ვიღაც კორუფციონერი ოცნების ჩინოვნიკი. არა ხარ ოცნების მმართველი, რომელსაც პირდაპირ ფინანსური და კომერციული ინტერესი აქვს. აი ეს 6 მილიარდი დოლარი რო შემოდის ახლა არაბებისგან, ეს მალე გამდიდრდება, იცის, რომ ეხა რომ ქართული მიწა რო გაყიდა, ამას ერგება იქ რაღაც რამოდენიმე მილიონი. და ამის ინტერესი გასაგებია, წესი დასაჭერია ეს საერთოდ ამის გამო. მაგრამ ნუ ჯერჯერობით არა გვაქვს ხალხს მაგის ძალა და ამის ინტერესი გასაგებია. ამას თავისი ვიწრო მერკანტილური ინტერესი. ჩვეულებრივ რიგიც, როდესაც ამას ხედავ და აქ აუტანელს გახდიან შენ ცხოვრებას. საკუთარ სამშობლოში აღმოჩნდები უცხო, დაჩაგრულ მდგომარეობაში. ამაზე რეაქცია რატო არ აქვს? ან როგორ არ უნდა თვლიდე ამას პრობლემად? რატო უნდა გვიწევდეს ვიღაცისთვის იმის ახსნა, რომ ეს არ შეიძლება და ეს კატასტროფულ მდგომარეობამდე მიგვიყვანს? ეს სატელევიზიო და საეთერო ლაპარაკი არ უნდა იყოს ესეთ. ამას ხალხი ეგრევე უნდა აგვარებდეს, აი როგორც ოჯახში რაღაცა საკითხს და პრობლემას ვაგვარებთ ისე ზედმეტი აფეშირების გარეშე, ასეთ საკითხებს ქართველები უნდა ვაგვარებდეთ ძალიან ლაკონურად და ოპერატიულად. აი პრობლემა რა შეიცი?
ეხა მაგალითად ამ თემაზე აქტიურად მიზანმიმართულად რომ აი ეს პრობლემა მოგვარდეს, მაგაზე მუშაობთ აი პოლიტიკური ჯგუფი ჩვენ, ხო? მეტი არავინ არათუ არ მუშაობს ამ მიმართულებით. სხვა პოლიტიკური ჯგუფები პირიქით, ანუ საქართველოს მოსახლეობა მაგალითად ქართულ ოცნებას მიიყავს ისეთ მდგომარეობამდე, რომ ესენი სახში, აი ეს არაბები სახში რო გრძნობენ თავს. ეგ სწორედ მანდიდან გამომდინარეობს, რომ ამათმა მიიყვანეს საქართველოს მოსახლეობა იმ მდგომარეობამდე, რომ ისინი გრძნობენ უკვე თავს საკუთარ სახში, ის ჩამოსული ხალხი. და მანდეთ კიდევ უფრო მიიყავს, ანუ ეგ პოლიტიკური ძალა მაგ მიმართულებით მუშაობს, რომ აქ კიდე მეტი ჩამოვიდეს და იმიტომ რომ ფულს მასე შოულობენ. ხო და დანარჩენი პოლიტიკური ძალები არის კიდე რომელიც ქართულ ოცნების აი ამ დანაშაულებრივ პოლიტიკას პირიქით რაღაც გამართლებებს უძებნის და არსებობს საერთოდ ისეთი ძალები, რომლებსაც ყურადღება გადააქვს სხვა რაღაცა გამოგონილ პრობლემებზე. ანუ ამ პრობლემას არ აჟღერებენ და სხვა პრობლემებზე გადააქვთ ყურადღება იმისთვის, რომ ამაზე არ გამახვილდეს ყურადღება. ხო და მთელი აი ეს მოცემულობაც არის მანდიდან გამომდინარე, რომ ამ საკითხთან მიმართებაში საჭიროა, რომ პოლიტიკურად უფრო მეტი ჩართულობა იყოს, ანუ პოლიტიკურად იმ გაგებით, რომ ამ პრობლემებზე ახლა მაგალითად ჩვენი ტელევიზია საუბრობს აქტიურად, ხო? სხვა ტელევიზიები პირიქით არიან იმითი დაკავებული, რომ ეს პრობლემა რატომ არ არსებობს, ეგ ახსნან. ანუ ახსნან რატომ არ არის საერთოდ პრობლემა, რომ ჩამოდიან აქ არაბები. და ვინც ამაში პრობლემას ხედავს, ის რატომაა ფაშისტი. და ის რატომ არის ფაშისტი და ის რაღაცა თავის სხვა ინტერესებს ამოძრავებს. მე არ ვიცი რა ინტერესი შეიძლება ამოძრავებდეს ადამიანს, რომელიც იძახის, რომ აი ეს მიგრაციის პროცესი საქართველოში არის პრობლემის მომტანი. სხვა ვერაფერი სხვა мотивация ვერ ექნება. გარდა იმისა, რომ ამაში საფრთხეს ხედავს, ხო? ხო და აი ეს მოცემულობა არის შესაძლებელი. ანუ ჩვენ სინამდვილეში აქ უნდა მივიყვანოთ იმ მდგომარეობამდე, როგორც ეს გავაკეთეთ სხვათა შორის. ახლა ჩვენ ჯგუფს ეგ გაკეთებული გვაქვს, ხო? რაღაცა მნიშვნელოვანი მიმართულებით საკმაოდ ლომის წვლილი მიგვიწვევს. ანუ მაგალითად რაც შეეხება აი ამ გარყვნილების და აი რაღაც LGBT პროპაგანდის მიმართულებას, ხო? ჩვენ ვიყავით, რომელიც მაგ თემებზე აქტიურად საუბრობდით და მაგ პრობლემას ჭრიდით. შემდეგ ეხა გადავიდა მაგ პრობლემაზე ლაპარაკობს უკვე მთავრობა, ხო? მაგალითად ომთან დაკავშირებით, ომში ჩათრევასთან დაკავშირებით ჩვენი ქვეყნის მაგასაც რა თქმა უნდა ჩვენ ვიყავით ის ჯგუფი, რომელიც მაგას ზოგადად მაგ პრობლემაზე მუშაობდა. დანარჩენი ყველა სხვა, მათ შორის ქართული ოცნებას, ხელს ანუ პირიქით ჩვენ გვიტევდა და პირიქით ამ ქვეყანაში მაგ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას ხელს უშლიდა. მაგრამ იმ მუშაობამ, რაც ჩვენ მაშინ გავწიეთ, შედეგი გამოიღო და მართლაც მერე უკვე ყველამ დაიწყო მაგაზე ლაპარაკი. ეს პრობლემაც უნდა მივიყვანოთ მაგ მდგომარეობამდე, რომ დღეს აი ეხლა, როცა ადამიანები არსებობენ იმ რეჟიმში, რომ ამას რაღაცნაირად გამართლებას და პოზიტიურად შეფასებას ახერხებენ, რომ აი რას ამბობთ, კარგია ეს ინვესტიციები, ისინი რომ ჩამოდიან აქ რო ყიდულობენ, მაგითი ფული შემოთ, ასეთ ვიღაცა ასეთ ლაპარაკს რომ ახერხებს, ეგ უნდა სირცხვილი უნდა იყოს, ისეთ მდგომარეობამდე უნდა მივიდეს საზოგადოება, რომ მაგ პოზიციის გაჟღერება ვიღაცა საერთოდ უნდა ერიდებოდეს, აი შეიძლება უნდოდეს თავისი მერკანტილური მიზნებიდან გამომდინარე, შეიძლება ვიღაცა აფინანსებს, შეიძლება კორუმპირებულია, ყიდის და ჩართულია და შეიძლება უნდოდეს მაგის ლაპარაკი, მაგრამ მოსახლეობიდან ისეთი რეაქცია უნდა იყოს მაგაზე, რომ საერთოდ ვერც უნდა ბედავდეს ადამიანი ასეთი პოზიციის გაჟღერებას, იმიტომ რომ
და ბოლოს იქამდე უნდა მივიდეს, რომ სხვა ტელევიზიებმაც და სხვა პოლიტიკურმა ჯგუფებმაც უკვე ქულების ჩასაწერად, როგორც რითიც ისინი მხოლოდ დაინტერესებულები არიან ხოლმე. მათ ხო არ აღელვებთ რა. უბრალოდ როცა უკვე ტრენდი მოვიდა და როცა უკვე ყველა მაგ რაღაცაზე შეთანხმდა, მერე იწყებს ხოლმე მაგალითად ქართული ოცნება მაგ პოზიციის დაჭერას, ხო? ანუ მანდამდე უნდა მივიყვანოთ ეს თემაც, რომ უკვე იმდენად შეთანხმდა ყველა, რომ ეს პრობლემაა და საერთოდ ამის საწინააღმდეგო რაღაცა წახალისების აზრები საერთოდ პრობლემა არის, ვინც აფიქსირებს ის ხალხიც, რომ მერე პირიქით ყველა ტრენდს აყვეს და ის პარტიები, რომლებიც უპასუხისმგებლო არიან დღეს პირიქით ამ პროცესებს იწვევენ, ისინიც კი ალაპარაკდნენ იმაზე, რომ არა, რას ლაპარაკობ, აი ქართული ოცნება იყო, რომელმაც არ დაუშვა, თქვათ, არაბების ჩავეს. აი ეგრე უნდა ავალაპარაკოთ, რატო იცი? იმიტომ რომ ეს არის ახლა სამუშაო აუცილებელი. აი ეხლა რა ეტაპიც ვართ, ფაქტია რომ პრობლემა იზრდება და კლებისკენ არ მიდის. ეხლა ვართ იმ ეტაპზე, რომ პრობლემა მხოლოდ და მხოლოდ მომავალში გვეჩვენება უფრო უარესს. ეგ არ იქნება, ეგ არ იქნება მარტივი ამოცანა, ეგ იქნება ძალიან რთული ამოცანა. ძალიან დიდი ძალისხმევა დაჭირდება პირველ რიგში ჩვენიდან, ოღონდ ჩვენი ძალისხმევა ცალკე არ იქნება საკმარისი, ხალხის ჩართულობა იქნება ამ საქმეში აუცილებელი. ან პრობლემა რაში იცი? პრობლემა არის, რომ ეხა აქ ამ საკითხში ერთ მხარეს დგას კი ეროვნული ინტერესი, ოღონდ ამ ეროვნულ ინტერესს ბევრი ვერ აცნობიერებს, ან არის პასიური. და მეორე მხარეს საპირწონე დგას 7 მილიარდის ოდენობის ფინანსური დაინტერესება არაბების და ამათი მხრიდან, იმის ზემოთ კიდე მოგების სახით ინტერესი და ჩვენ ხშირად ბევრი მოგმართავს, აი რაღაცა მეტი უნდა გააკეთოთ. რაც შორის შეიძლება ჩვენიანებიც აი რაღაცა მაგალითად მოთხოვნები და მოწოდებები კეთდება, რომ აი თქვათ აქცია ჩავატაროთ და აქციით გადავჭრათ ეს პრობლემა. მეგობრებო, 2.6% ავიღეთ არჩევნებს. ჯამში საქართველოს მასშტაბით 4%-ზე ცოტა მეტი 4.3 ავიღეთ თბილისში. ოცნებამ აიღო 91% საქართველოს მასშტაბით. აქციის, დემონსტრაციის შინაარსი, აზრი მდგომარეობს იმაში, რომ მოახდინოთ ძალის დემონსტრაცია, რომ მე ამ აზრზე მყოფნი უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე იმ აზრზე მყოფი. და გაითვალისწინე. და ადამიანები იმას თუ ვერ ბედავენ, წავიდნენ ხმამისცენ, მიგრაციის მოწინააღმდეგ ეროვნულ პოზიციას. ეგ თუ ეზარებათ, რანაირად წარმოგიდგენიათ სისუსტის გარდა რისი დემონსტრაცია შეიძლება მოხდეს? რა ვიცი, ადამიანებს ურნასთან ვერ მივიდა ვიღაცა და ის სწორი არჩევანი ვერ გააკეთა. ხო, ან იმას მიეყიდა, კაცო 91% ან მიეყიდა, ან მაგათ აძლევს ხმას. შენ თუ გონია ეხლა იმაზე ურნასთან მისვლას ვერ ბედავს რაღაცა ნაწილი და იმაზე გამოვა აქციის პრობლემა რაში იყო გეტყვით, კაცო. წინა საარჩევნო ჩვენები დადიოდნენ, კითხულობდნენ. მოდი გავვიდეთ, გამოდით, რამდენი მოდის და პასუხები როგორი იყო, იცი? წინა საარჩევნოდ რომ გამოვიდეთ ეხლა აქციებზე, ბევრი პასუხობდა ასე. განსაკუთრებით რაიონებში. ეხლა რომ გამოვიდეთ აქციაზე, პირდაპირ ხელისუფლების დატაკება გამოვა ჩვენი მხრიდან, ჩვენ აი ვიგით ამორჩევით. მაგას მოვერიდებით, მაგრამ ხმის მისაცემად მზადა ვართ. ანუ აქციაზე გაბედვა ბევრად მეტი სირთულეა ხალხისთვის. ბევრად მეც ეზარება. და აქცია არის ძალის დემონსტრაცია. ჩვენ რა ვიცი, რაც შეგვიძლია ვაკეთებთ, ადვილი კი არა, რა ვიცი, ზურას საერთოდ საავადმყოფოში მოხდა იმ ხელა ძალისხმევას ვდებთ ამ საქმეში. დილასაღამოს არ ჩერდებით წლებია. ზღვარზე ვმუშაობთ ფიზიკური შესაძლებლობებით, რაც შეგვიძლია, ხო? მაგრამ აქ ეხა ხალხი თუ არ ჩაერთო და ხალხმაც თუ ვერ გაბე, ჩვენ კი რისკავთ, კაცო. ჩვენ ხო ხედავთ არ ჩერდებით. ეს რისკის შემცველია ეს საქმე. გვერდზე გადავდოთ ის რომ ჯანმრთელობის და რესურსის კუთხით, ფიზიკური რესურსის კუთხით. რისკის შემცველია ტერია ძლიერი და იქ რა ვიცი, საფრთხეა.
აქ რა ქვეყანაში რას აღარ აკეთებენ, ვის როგორ იჭერენ, ვის როგორ აპატიმრებენ, კანონი რა არის, რა არ არის, ვის რას ესვრიან არის გაუგებარი და მაგრის ხზე მივდივართ, მაგრამ ეგრე არ არის კაცო, შენ აგე რა არჩევნები გაქვს, ერთი თვე არ არის გასული არჩევნებით გაქვს შესაძლებლობა, რომ წარმომადგენლები გაიჩინო რაიონებში და იმ რაიონებში გქონდეს შესაძლებლობა შენი ხმაგ გქონდეს, აი რომელი ორგანოც ადგენს აი აქ ეს მიწა რაღაც გამოვყოთ ვიღაც არაბი შემოუშვათ არ შემოუშვათ მაგის კონტროლის მექანიზმის გაჩენა შეგიძლია და რიგ რაიონებში თითო ხმით ხაშურში წაგვაგებინეს მოგპარეს, მაგრამ წაგვაგებინეს 0.4 ხმით, ანუ მასე ზღვარზე რო ვერ გადიხარ, ხო? იხო გასაგებია რომ ბუკვალურად აი 10-15 კაცს რო უბრალოდ არ დაეზარა და მისულიყო რაღაცა სხვა შედეგი იდებოდა და მაგას გიხსნით ხალხო აქ არ გამოვა ასე რომ ყველა პასიურად იყოს მარტო 2.6% იყოს აქტიური რაღაც დონეზე ხო რაღაცა იმ აუცილებელ მინიმალურ დონეზე კიდევ უფრო მცირე პროცენტი იყოს პირდაპირ პარტიის აქტიურ ბრძოლაში ჩართული და ფოკუსი ჩავატაროთ თუ ხალხი არ გამოფხიზლდა ჩვენ გვაქვს შემდეგი სურათი აი რამდენიმე კვირის წინ მიყვებოდა ერთი ჩვენი თანამებრძოლი აქტიურ თანამებრძოლი რომ აი უწევდა სიარული და თანამოაზრეების ძებნა წინა საარჩევნოდ კამათი მოუწია ადამიანთან აი კამათი მოუწია რომ კარგი რა არაფერს აზრი არ აქვს ეგეთი არაფერს კარგი რა ეგ არ არის პრობლემა ეს მიგრაცია რაღაც ამაზე მოუწია კამათი და ბუკვალურად ვისთანაც კამათი მოუწია რაღაცა მოკლე პერიოდი ერთი კვირის რაღაცა დაახლოებით ასეთ პერიოდის შემდეგ მიგრანტებმა გალახეს საკუთარ უბანში ანუ აი რაღაც შელაპარაკება მოუვიდათ მიგრანტებთან ისინი რაღაც თავხედურად იქცეოდნენ ესენი იყვნენ 2 თუ 3 კაცი ან ცოტანი და ისინი უცებ აღმოჩნდნენ ბევრი და გალახეს საკუთარ უბანში ხალხი არ ვიცი სანამ ვიღაცა გაიგო და გამოვიდა ესენი ცემეს და წავიდნენ ანუ ვინც უნდა გადაარჩინო აი ვისი ინტერესითაც იბრძვი რომ ახლა ჩვენი ინტერესი რა არის რომ საკუთარ სახში ვერ გცემონ ქართველი ხო და რა ვერ დაგამცირონ საქართველოში რომ ვერ საკუთარ საქართველოში რომ ვერ გადაგაბიჯონ და აი ახლა გაჩვენებ ძალა სად არის და როგორ უნდა იცხოვრო აი ეგრე რომ ვერ დაგიყენონ მაგისთვის ვიბრძვით ეგეთი რეალობა არ გვინდა და ვისთვისაც იბრძვი ვისაც უხსნი ხო ის აქეთ გეკამათ ის აქეთ რომ გეკამათება აი კონკრეტულად მაგ ხალხს გადაუვლის მე კონკრეტულად ეგ ხალხი გამოფხიზდება და ეგ ქრესტომატიული გვიანი რო იქნება მე გეტყვის რამე გავაკეთო და ბიჭო დავაკვირდი ქრესტომატიული შემთხვევა ხა შენ